დავიწყოთ? დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენლები იმისთვის, რომ დავანოსოთ 1 მაისის აქცია. 1 მაისი ეს არის შრომის საერთაშორისო დღე, ამიტომ ჩვენ რამდენიმე ორგანიზაცია ვიკრიბებით ამ დღეს იმისთვის, რათა მთელს საქართველოს გავაგონოთ ჩვენი ხმა, შრომელი ადამიანების ხმა, იმ ადამიანების ხმა, რომელიც დღეს სამწუხაროდ საქართველოში არ ისმის და არის დაჩაგრული. და ჩვენ გვინდა რომ წლევანდელი 1 მაისი ეს იყოს დასაწყისი იმ ახალი ბრძოლისა, რომელსაც ერქმევა შრომელი ადამიანების განთავისუფლება იმ ჩაგრული მძიმე მდგომარეობიდან, რომელშიც ისინი არიან. ამიტომ ვფიქრობთ, წლევანდელი 1 მაისი ეს უნდა იყოს საქართველოს უახლოს ისტორიაში ერთ-ერთი მთავარი მომენტი, როდესაც დაიწყება ახალი იდეების შექმნა და ახალი იდეებზე ფიქრი და ის მოიპოვებს საზოგადოებრივ მნიშვნელობას და ჩვენგანისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ყველა ადამიანს, ვისაც აწუხებს შრომელების უმუშევრობის პრობლემა, თხოვ მოვიდეს 1 მაისს ჩვენს აქციებზე და ერთად გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია იმისთვის, რომ საქართველო ერთხელ და საბოლოოდ მართლაც ევროპული ტიპის ქვეყანა გახდეს. ეხლა რამდენიმე ადამიანი კიდე იქნება, ამიტომ რა ვიცი, რომლიდან დავიწყოთ? ალბათ ჯობია ვინც ეხლა გაგვაცნობს რამდენიმე რა ორგანიზაციები იქნება და მაგრამ ალბათ ეგრე ჯობია და მე ალბათ ბატონი ირაკლი უკვე მოგესალმებით, საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ვუერთდებით 1 მაისის შრომთა საერთაშორისო დღეს. ჩვენი ორგანიზაცია გარემოს დაცვითი საკითხების გარდა მუშაობს სოციალურ თანასწორობაზე, გენდერულ თანასწორობაზე და მდგრად განვითარებაზე. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის 1 მაისი და ყურადღებას გავემახვილებთ შემდეგ საკითხებზე. ახალგაზრდების და ქალების ეკონომიკური ემანციპაცია, საპენსიო რეფორმა და ეკოლოგიური გადასახადები. Нет. Где? ვინები და მოთხოვნები მანიფესტაცია როგორ იქნება? ესე იყოს. ესე იგი ამ აქციის ორგანიზატორები ვართ ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატები, ახალგაზრდა მწვანეები, ახალგაზრდა სოციალისტები. ქუთაისიდან გვიერთდება ასევე სტუდენტური ჯგუფი მელნისფერი თაობა, ასევე ჩვენთან ერთად ჩვენ გვიერთდებიან და თანაორგანიზატორები არიან პროფკავშირები და რამდენიმე სხვა არასამთავრობო ორგანიზაცია. ამ აქციის მთავარი შინაარსი მდგომარეობს ის, რომ ჩვენ არა მარტო მოთხოვნებს ვაყენებთ, არამედ ვაყენებთ ასევე წარმოვადგენთ ამ მოთხოვნების შესრულების გეგმას და შესრულების შესაძლებლობებს და როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ ამ მოთხოვნების შესრულება. ეს მოთხოვნებია შრომის ინსპექციის უმოკლეს რაც შეიძლება სწრაფად აღდგენა, ასევე პროგრესული გადასახადებისთვის ნელ-ნელა ინსტიტუციური ბაზის მომზადება, პროგრესულ გადასახადები მოიცავს ასევე ეკოლოგიურ გადასახადებს, ასევე ჩვენ ვითხოვთ უმუშევართა დროებით შემწეობას, ანუ უმუშევრობის დაზღვევას, მინიმალური ხელფასების რეგულაციას, ასევე ახალგაზრდა სტელამ როგორც ახსენა, ახალგაზრდების და ქალების ეკონომიკურ ემანციპაციას და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების
დაარსებას რეგიონულ დონეზე. აქცია დაიწყება თესაუს პირველ კორპუსთან 1 მაისს 2 საათზე და მსვლელობით ჩვენ წავალთ პარლამენტის შენობასთან. მსვლელობის პროცესში რესპუბლიკის მოედნიდან ჩვენ შემოგვიერთდება პროფკავშირები და ერთად მივალთ პარლამენტის შენობასთან. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ვინც ამ ჩვენ მოთხოვნებს ეთანხმება, ვინც იზიარებს ჩვენს იდეებს. გვაქვს ასევე მანიფესტი, ამ მანიფესტს ვინც უერთდება, ყველას შეუძლია შემოგვიერთდეს. როგორც გითხარით, ქუთაისიდან გვერდება მელნისფერი თაობა სტუდენტური ჯგუფი და ის ქუთაისში ამავე დროს ზუსტად 2 საათზე გაიმართება პარლამენტის შენობასთან აქცია. მგონი სულ ეს იყო. პროფკავშირები ტრადიციულად ისე როგორც ყოველ წელს ატარებს წლევანდელ 1 მაისსაც. პროფკავშირები ეს გახლავთ ყველაზე დიდი არასამთავრობო ორგანიზაცია და ის თავის მოთხოვნებში მოიცავს ყველა სოციალური ჯგუფის პრობლემებს. სასიამოვნოა, რომ წლევანდელ 1 მაისს ჩვენს აქციას და ჩვენს ქმედებებს უერთებიან ახალგაზრდები, როგორც თქვენთვის გახდა ცნობილი სტუდენტები, სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციები. ჩვენ წლევანდელ 1 მაისს განსაკუთრებით ყურადღებას გავამახვილებთ, როცა საუბარია ქვეყანაში ევროკავშირზე, როცა საუბარია ქვეყანაში ასოცირების ხელშეკრულებაზე. ამ ხელშეკრულებაზე და სურვილს ევროკავშირთან ურთიერთობაზე გამოთქვამს ყველა, მათ შორის ის ჯგუფებიც, რომლებიც წლების განმავლობაში არბევდნენ შრომელთა მოძრაობას, ქმნიდნენ გაუსაძლის პირობებს დასაქმებული ადამიანებისთვის და ჩვენ რატომ ვირჩევთ ევროპას, უნებრივია ეს ყველაფერი იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი 1 მაისს იმ ლოზუნგების და მოთხოვნების სახით, იმ მანიფესტის სახით, რომელსაც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება თავის ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად და ყველა სხვა ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ერთად და სტუდენტებთან ერთად გაახმაურებს. ფაქტია, რომ ძალიან უსამართლო გარემო არის ქვეყანაში შექმნილი. ვარდისფერი სათვალით გვიწევს ყურება იმისი, რომ კანონები შეიცვალა, მაგრამ ადამიანების მდგომარეობა არ შეცვლა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებით არის წინსვლა კანონმდებლობაში, მაგრამ ამით ამ ხალხს არაფერი მიუღია. არის ცვლილება შრომის კოდექსში, სადაც გაუმჯობესდა ზეგანაკვეთურთან დაკავშირებით, მოკლევადიან კონტრაქტებთან დაკავშირებით საკითხები, გაფიცვის უფლებასთან დაკავშირებით, მაგრამ გამოიცა ისეთი ბრძანებები და კანონები დამატებით, რომელიც ზღუდავს ამ უფლებებს და ჩვენ გვაქვს ახლა სიტუაცია დაახლოებით ისეთი, რომ გვაქვს შედარებით ევროპული და თანამედროვე კანონი, მაგრამ ამ სიკეთეებით საქართველოს მოქალაქეები ვერ სარგებლობენ. საქართველოს მოქალაქეების ინტერესები, დასაქმებულების ინტერესები ფაქტიურად იგნორირებულია და კვლავ ნეოლიბერალიზმის ხანაში და მისი ნარჩენებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ეკონომიკურ ნაწილში, ჩვენ განვიცდით სერიოზულ დისკრიმინაციას. ფაქტია, რომ თუ კანონებს ვიღებთ იმისთვის, რომ ევროკავშირმა მოგვიწონოს და დაუშვათ საერთაშორისო ორგანიზაციამ მოგვიწონოს, ჩვენ ესეთი კანონები არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება კანონები, რომელიც რეალურად გამოასწორებს ჩვენს მდგომარეობას. ევროკავშირი ეს არ გახლავს სახელმწიფო უწყებებზე მოფრიალე დროშები. ევროკავშირი ნიშნავს ჩვენთვის ევროპულ სტანდარტებს, ღირებულებებს, ადამიანის უფლებებს, დაცულს იმ ფორმით, როგორც ამას იცავენ წევრი ქვეყნები ევროკავშირის. ბუნებრივია ამ სიტუაციაში 1 მაისი, რა თქმა უნდა, ვაფასებთ და ვაცნობიერებთ იმას, რომ ჩვენი მოძრაობის დარბევა არ ხდება, დაპატიმრება და შანტაჟება არ ხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათი სოციალური გარანტიები და მდგომარეობა გაუმჯობესდა. საქართველოს გახლავთ გამონაკლისი, სადაც შრომელ ადამიანს
არა აქვს ერთი დასვენების დღეც კი. და ერთ-ერთი საკითხი, რასაც აყენებს პროფკავშირები და ამ აქციის მონაწილეები, გახლავთ მოთხოვნა მთავრობისადმი, რომ ეს დღე იყოს დასვენების დღე. წლის დეკემბერში მიღებული იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენცია, მისი რატიფიცირება მოხდა პარლამენტში და სახელმწიფომ ნელ-ნელა დაიწყო სვლა სამედიცინო მოდელიდან სოციალურ მოდელზე და ალბათ პირველად შეიძლება უკვე, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომით უფლებებზე ვისაუბროთ და მე იმედს გამოთქვამ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ქვეყანაში ნებისმიერი დამსაქმებელი, ეს იქნება სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურა, თავიდანვე ჩადებს იმ პირობებს, რომ ყველასთვის იყოს თანაბარი პირობები დასაქმებისთვის და სხვათა შორის ამის ძალიან კარგი მაგალითი აჩვენა ამას წინათ სახელმწიფო და პარლამენტმა, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კონკურსში თანაბრად მონაწილეობდნენ როგორც არაშეუზღუდავი შესაძლებლობის მქონე ადამიანები, ისე შესაძლებლობის მქონე პირები. ვფიქრობ, სახელმწიფოს, რომელსაც სურს, რომ მეტი მიიღოს საკუთარი საზოგადოებიდან, საკუთარი ხალხისგან, თითოეული ადამიანი იყოს ჩართული ქვეყნის განვითარების პროცესში, ამისთვის საჭიროა ყველა ნებისმიერი ადამიანის კიდევ ამბობ, მიუხედავად მისი სქესისა, მდგომარეობისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონეობისა თუ სხვა რამის გამო მას არ შეექმნას დისკრიმინაციული გარემო დასაქმებისათვის და თითოეულ მათგანს ჰქონდეს თავისი განათლების, თავისი უნარის მიხედვით განვითარების საშუალება, დასაქმდეს, ყოლდეს ოჯახი, იცხოვროს თანაბარ პირობებში და მე მჯერა ის მოძრაობა, რომელიც დღეს ახალგაზრდების სახით არის წარმოდგენილი, მათი გარკვეული აქტიური მოქმედებების შემდეგ, რამოდენიმე წლის შემდეგ ჩვენ გვექნება ზუსტად ისეთი გარემო, სადაც ყველა ადამიანს ექნება თანაბარი პირობები. ჩვენ ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატები, ახალგაზრდა მწვანეები, ახალგაზრდა სოციალისტები ერთად როგორც მემარცხენე საერთო ფლანგი ვფიქრობთ, რომ აუცილებელი არის საქართველოს ჩამოყალიბდეს ზოგადად მემარცხენე დისკურსი, რომელიც იქნება სწორედაც რომ ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებული, რაც თავის თავში მოიცავს კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოს მოდელის შექმნას. ამასთანავე ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტული არის პროფკავშირებთან თანამშრომლობა და ასევე ეს დღე არ არის მხოლოდ შრომელთა დღე, საქართველოში დღევანდელ დღეს არის ძალიან მძიმე უმუშევრობა და აქედან გამომდინარე ეს უნდა იყოს შრომის საერთაშორისო დღე და არ უნდა იყოს მხოლოდ ორიენტირებული შრომელსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობებზე. თუმცა ეს არის ერთ-ერთი წამყვანი საკითხი. ჩვენ ასევე შევიმუშავეთ კონკრეტულ მოთხოვნებთან ერთად, ჩვენ ასევე შევიმუშავეთ პოლისების სახით ეგრეთ წოდებული გამოსავალი უმუშევრობის დაძლევის და უმუშევრობის დასაძლევად. ეს არის ის აპრობირებული და გამოცდილი პოლიტიკები, რომელსაც მიმართავს ევროკავშირის ესეთ სახელმწიფოები, როგორც არის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი და ასე შემდეგ. პირველ რიგში ეს არის მთლიანად ეკონომიკურ სექტორზე ორიენტირება და ეკონომიკური სექტორის ინდუსტრიალიზაციის და მაღალ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული განათლებაზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის გატარება. ამასთანავე 1 მაისის უნდა მოხდეს 1 მაისის ინსტიტუციონალიზაციაში გულისხმობთ ჩვენ რომ ეს უნდა იყოს ყოველ წელიწადს ჩვენ ყოველ წელს უნდა იქნას აღნიშნული, უნდა ყველანი ერთად გავერთიანდეთ და აღვნიშნოთ ეს დღე, რამე თუ ეს დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის და ასევე ჩვენი საგარეო პოლიტიკის, თუნდაც ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ვთხოვთ ყველას მოგიწოდებთ, რომ 1 მაისს ხუთშაბათ დღეს შემოგვერთდით
14 საათზე თესავს პირველ კორპუსთან, საიდანაც დაიწყება მანიფესტაცია და შევუერთდებით ჩვენ პროფკავშირებს. ამასთანავე, ვინც ხართ დასავლეთ საქართველოში, მოგიწოდებთ მიხვიდეთ ქუთაისში პარლამენტის წინ, სადაც ჩვენი მოკავშირეები, ახალგაზრდული მოძრაობა მელნუნისფერი თაობა გამართავს იქ საპირო მაისო აქციას. მადლობა.